გაიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების სიმრავლეა გადაადგილების ამ იაფ საშუალებაზე მანქანების ტრანსფორმირება ხდება როგორც კუსტარულად, ისე სრულფასოვან კომპანიებში და გაზის სისტემის უსაფრთხოების საკითხიც მათ სინდისზეა. მთავრობამ გაზზე მომუშავე ავტოების შემოწმება გადაწყვიტა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მოქალაქეებმა 90 ლარი უნდა გადაიხადონ. თქვენ მძღოლებო, რამდენად ინფორმირებული ხართ ამ საკითხზე? თუ მოახერხეთ სავალდებულო შემოწმების გავლა, რამდენად ადეკვატურად მიგაშნიათ ამოდინების გადასახადი? ამ კითხვებზე ველოდებით თქვენ ზარებს პირდაპირ ეთერში უახლოესი 35 წუთის განმავლობაში. ჩვენ კი სატელეფონო ჩართვებით ვეცდებით ამ თემატიკაში ჩართული კომპეტენტური ადამიანებისგან დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. ვუსმენთ ერთმანეთს. ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ამჯერად საუბრობთ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების სავალდებულო შემოწმებაზე, რაზეც მთავრობამ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. ინტერაქტივის კითხვის შემდეგია რა ინფორმაციას ფლობთ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმების საჭიროებაზე და რამდენად მისაღებია თუ არა შემოწმების ღირებულება 90 ლარი. ველოდებით თქვენ ზარეს რადიოს უნებო ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99. გადაცემის დასაწყისშივე შეგახსენებთ გადაცემის ფორმატს. გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს ორ ნაწილად იყოფება. პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ მთავარ თემაზე, ხოლო მეორე ნაწილში იმ სოციალური პრობლემის გახმოვანების საშუალება მოგეცემათ, რაც თქვენ გაწუხებთ, ჩვენ კი თქვენს ატკივარს მეოცით შესაბამის ორგანიზაციებს და ამგვარად ვეცდებით დაგეხმაროთ სოციალური ტიპის პრობლემის გადაჭრაში. დაგვირეკეთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99. ასევე შეგიძლიათ გამოგიგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91 77 8 გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. ახლა კი რაც შეეხება მთავარ თემას 2016 წლის აპრილის დადგენილებით 2017 წლიდან დაიწყება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილის შემოწმება, რომელიც 6 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე 24 წელზე ძველი მეტი ასაკის ავტომობილების შემოწმება გათვალისწინებული. ამ თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ სატელეფონო დიალოგის მეშვეობით, სანამ თქვენ დაგვირეკავთ ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99. ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორს ბატონ პაატა გოგოლაძის გავესაუბრებით. საღამოშვიდობისა ბატონ პაატა. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით რადიო მსმენელს. დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და გვერდობით პირდაპირ ეთერში. ბატონ პაატა, თუ შეგიძლიათ რადიო მსმენელებს კიდევ ერთხელ მოკლედ შევახსენოთ როგორ მიმდინარეობს და რას გულისხმობს გაზზე მომუშავე ავტომობილების უსაფრთხოებაზე შემოწმების ეტაპები. თქვენ გულისხმობთ დროში გაწერილი ეტაპები? დიახ. დიახ, ანუ ბოლო მდგომარეობით მთავრობის ტექნიკური რეგლამენტი, მთავრობის დადგენილება ნომერი 80-ის მიხედვით 20 წელზე უფრო მეტი ასაკის ავტომობილები, რომელიც აღჭურვილია აირბალონიანი სისტემებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ასევე აღჭურვილია აირბალონიანი სისტემებით, უნდა შემოწმდეს 2017 წლის 1 ივლისამდე. ეს გახლავთ პირველი ასაკობრივი კატეგორია ავტომობილების, რომლებიც ეკონტროლებება სავალდებულო ინსპექტირებას, როგორც გითხარით, 2017 წლის 1 ივლისამდე. შემდეგ მოდის 17-დან 20 წლამდე ავტომობილები, რომლებიც უნდა შემოწმდეს 2018 წლის 1 ივნისამდე. მოდის იანვრამდე ალბათ. დიახ. კი, შემდეგ მოდის შემდგომი კატეგორია ავტომობილების, რომელიც არის როგორც მახსოვს 13-დან 17 წლამდე, თუ ვწდები 2018 წლის 1 ივნისამდე. და ასე შემდეგ რომელიც იგი მთელი პროცესი გაწერილია, როგორც თქვენ ბრძანეთ, მე უსმენდი 6 ეტაპად და ბოლო ეტაპზე შემოწმდება 1-დან 10 წლამდე ავტომობილები, რომელიც აღჭურვილია აირბალონის სისტემებით და ამით ეს გარდამავალი პერიოდი ამით უნდა დასრულდეს. ბატონო, რო დავაზუსტოთ და ამ ახალი რეგულაციებით 96 წლამდე გამოშვებული ავტომობილების, გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმების ბოლო ვადა როდის არის? 2017 წლის 2017 წლის 1 ივლისი. ივლისი და არა იანვარი, როგორც რამდენიმე ადგილას შევამჩნიე. 20 წელზე უფრო მეტი. დიახ. 20 წელზე უფრო მეტი 2017 წლის 1 ივლისი. ივლისამდე. და არა იანვრამდე. გასაგებია. ამ ახალი რეგულაციებით თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი რის მიღწევას ცდილობს მთავრობა და რატომ გახდა ეს საჭირო?
ეს საჭირო დიდი ხანია იყო, ეს არ არის ახალი რეგულაცია, მე კიდე მე ერთხელ შევასწენო რადიოს მენელს, ეს ახალი რეგულაცია არ არის. ეს რეგულაცია όλს არსებობდა 2009 წლიდან ის არსებობდა ეკონომიკის მინისტრის წანების სახით და 2014 წელს იანვარში გადაიქცა საქართველოს მთავრობის დადგენილებად, იმიტომ რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა მოითხოვა, რომ ყველა ტექნიკური ნორმების გამსაზღვრელი დოკუმენტი, ქვეყანა ნორმატიული აქტი, ქვეყანაში გამოცემული ყოფილიყო ან კანონის, ან მთავრობის დადგენილების სახით. ანუ სამინისტროების დონეზე აღარ დარჩენილიყო ტექნიკური ნორმის შემცველი დოკუმენტი. ეს იყო ტრანსფორმაცია, საკანონმდებლო ფორმის შეცვლა, თუმცა მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა და ბოლო ცვლილებებმა გააკეთა ის, რომ ინსტიტუციონალურად უფრო დაალაგდა მიღაზია პასუხისმგებელი ტექნიკური საკითხები, რომელიც დაზუსტდა და გაკეთდა ეს გარდამავალი დებულებები, რომელიც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. ანუ გარდამავალი დებულებები იმისთვის გაკეთდა, რომ არ მოხდარიყო ერთბაშად რაღაც ტალღისებურად ვალდებულების წარმოშობა ყველა იმ ავტომობილსადასმოთო საშუალებისთვის, რომელსაც აირბალონი სისტემა აქვს. და თავისთავად გამოიწვევდა თან დიდ რიგებს ტექნიკურად ამის შესრულების პრობლემებს გააღრმავებდა და ასე შემდეგ, ხო? და დაწყვეტილება იქნა მიღებული ასეთი რა, ასაკიდან გამომდინარე, შესაბამისად რისკიც უფრო მეტია იქ, სადაც ასაკი მეტია მანქანის, ხო? ეს იყო განხილვა სხვა მხარეებთან, მათ შორის ამ სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებთან და შედახვდა, რომ ესეთი ვარიანტი, ანუ ასაკზე მიბმა იქნებოდა ყველაზე უფრო ოპტიმალური. ამ გარდამავალი პერიოდები დასაწყისია. ბატონ პატა, თუ არ ვწდები, მე მგონი ერთ-ერთი მიზეზი, თავარი რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი ალბათ უსაფრთხოებაა, გამართული მუშაობა სისტემისა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ამ ასეთი გადაწყვეტილებისა არის ჩემი აზრით, მე მგონი არის შემდეგი, ყოველ შემთხვევაში ალბათ ამანაც შეუწყო ხელი, რომ ასე ვთქვათ, კი იყო გაწერილი ალბათ კანონით, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილს საქარე მინაზე უნდა ქონდეს მიკრული ინფორმაცია, რომ ის გაზზე მუშაობს, ამ მონაცემს მასაძლებს ის კომპანია, რომელიც დაინსტალირებს და აყენებს ამ მოწყობილობას, თუმცა ასე ვთქვათ, ნაკლები სანდოობა იყო ჯამში, ყველას მხრიდან რამდენად 100%-ით უსაფრთხო იქნებოდა ეს სისტემა, მით უმეტეს რომ კუსტარულადაც ხდებოდა ამ სისტემის დაყენება შესაძლოა ახლაც. ხო არ ჯობია ასე ვთქვათ, მომდევნო ნაბიჯისთვის მთავრობა მიფიქროს იმაზე, რომ მუდმივად მიდის ადამიანი, გადააკეთებს რაღაც კომპანიაში ფულს გადაიხდის იმისთვის, რომ დააყენონ გაზი, მერე მოდის ცალკე და ამოწმებინებს, ამაში კიდე იხდის ფულს, რომ რამდენად კარგად გააყენეს ეს გაზი, თუ ცუდად დააყენეს, უნდა შეაკეთოს და მერე ისევ მოვიდეს, ხელახლაში ამოწმებინოს და მერე ასე ვთქვათ, გარდა ამისა, საერთო ტექნიკური დათვალიერება შემოგვა და იქაც უნდა მივიდეს და ალბათ იქაც შეხედავენ. ხომ არ ჯობია ასე ვთქვათ, ყურადღება გამომახვილოთ იმაზე, რომ გაზის დაყენება თალსახად მივანიჭოთ გაზის დაყენების უფლება და შესაძლებლობა იმ კომპანიას, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმს ადასტურებს და ისეთი მდგომარეობით აკეთებდეს ამ ყველაფერს, რომ დარწმუნებული ვიყოთ მის მიერ სისტემის უსაფრთხოდ 100%-ით დაყენებაში და შემდეგ უკვე გადამოწმდეს ეს ყველაფერი იმ საყოველთაო ტექნიკურ შემოწმებაზე, რომლის შემოღებასაც ასე ტოტალურად ჩვენ გეგმავთ უახლოეს მომავალში თუ არ ვწდები. კეთილი, გასაგებია. ეგეთი მოდელი რაც თქვენ ბრძანეთ, არსებობდა. ანუ თავიდან ეგეთი ჩაესვადებელი იყო ჩადებული, მაგრამ მან არ იმუშავა. წლები გავიდა და მან არ იმუშავა. კონტროლის მექანიზმები ნაკლები იყო. დიახ, ახლა უკვე კონტროლის მექანიზმებს თუ შემოიღებთ, ხო, კონტროლის მექანიზმების შემოღებაში, როცა მიდიხართ და თვითონ მემონტაჟე ორგანიზაციის უსწრებთ კონტროლს, იქ ახალი პრობლემები ხდება. ამას ადმინისტრირება უნდა ამ ყველაფერს და ასე შემდეგ და იმის გამო, რომ ყოველთვის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი დამყენებელს და დაყენებასა და შემოწმებას შორის. ანუ ვინც აყენებს, ის თავის დაყენებული არასდროს არ იწვევს, ცუდია. გამიგეთ? ეს მეორე საკითხია, რომელიც აღრმავებდა კიდე ამ პრობლემას. ანუ ერთი ადმინისტრირება, ზოგადად ყველა აკონტროლო ვინ როგორ აყენებს და თქვენ მოგეხსენებათ, რომ როგორ ყოველდღე წარმოიშობა ესეთი დამყენებელი, ხო, ბაზარზე და ხშირად ყოველდღე გადის კიდე რაღაცა ბაზარზე, ამის ადმინისტრირება ძალიან რთული პროცესი იქნებოდა და მეორე, რაც გითხარით, რომ ინტერესთა კონფლიქტი თავშივე
არის თავშივე შეიცავს ესეთი მიდგომა ინტერესთან კონფლიქტს, როცა თამბენებელი თავის გაკეთებულზე ცუდიაო არის. თეორიულად ამის შანსი ხო ახლაც არსებობს, ახლა როგორც ისი ორადორი ცენტრია, სადაც შემოწმება ხდება და თეორიულად ხო შეიძლება იმანაც თქვა სხვა სკვერი დაუკრას სხვა ორგანიზაციას, რომელმაც დააყენა ეს მოწყობილობა და თქვას, რომ კარგად არის გაკეთებული. თეორიულად შეიძლება, მაგრამ უყურეთ რა ხდება. მაგრამ თქვენ ამისთვის იმუშავეთ, როგორც იცი და ტენდერი გამოაცხადეს ინტერესთა კონფლიქტი და ასე ვთქვათ, იზრუნეთ იმაზე, რომ ეს ორი ორგანიზაცია ყოფილიყო სრულად კომპეტენტური და ენდობით ხომ მათ დასკვნას. დავაზუსტებ, ტენდერი არ ყოფილა. ინტერესთა კონფლიქტი გამოცხადდა. არა, ეს ტენდერი არ ყოფილა, ეს არის ჩვეულებრივი აკრედიტაციის პროცესი, როცა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანიზაციას შეუძლია გააკეთოს განაცხადი აკრედიტაციაზე, წარმოადგინოს აკრედიტაციის ცენტრში, მიიღოს ეს აკრედიტაცია და შემდეგ ბაზარზე ჩაატაროს აიბალონიანი სისტემით აღჭურვილი ავტომობილის პერიოდული ინსპექტირება. ანუ ეს მან დაადასტურა რა თავისი კომპეტენცია, ხოლო ამის შემდეგ ხდება მისი შემოწმება, რა თქმა უნდა ის ბაზარზე არ რჩება შემოწმებლად, ის მისი შემოწმება პერიოდულად ხდება და თუ კი აღმოჩნდა რომ მას თარგმნითაა გაკეთებული რაიმე სამუშაო, მას შეუჩერდება აკრედიტაცია. რაც არის მისთვის ერთგვარი სასჯელი, ხო? ანუ ის ბაზარზე ოპერირებას შეაჩერებს. განახორციელებს აკრედიტაციის გარეშე. ამიტომ ეს ინსტრუმენტი თუ ეს მოგონილი ფელსოფიაში მუშაობს, ინტერესთა კონფლიქტებისგან დაცვის მიზნით დააყოფა, ანუ დამემონტაჟე არის ცალკე პირი, ხოლო შემოწმებელი არის სხვა პირი, შემოწმებელი იღებს აკრედიტაციას და თუ თუდად იმუშავებს, მას უჩერდება აკრედიტაცია. დიახ, მაგრამ საყოველთაო ტექნიკური შემოწმების ამოქმედების შემდეგ გაზის უსაფრთხოების სისტემაზე კონტროლი იქ არ იქნება, რადგან აქ გავლილი აქვს ადამიანს, ანუ გაზზე მომუშავე ავტომობილის მძღოლს. რაც შეეხება მემონტაჟეს. მემონტაჟი არ არის დატოვებული თლად უყურადღებოდ. მემონტაჟის მიმართ ამ ტექნიკურ რეგლამენტში არის მოთხოვნა, რომ მან უნდა დაწეროს დეკლარაცია მონტაჟის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მემონტაჟე იღებს თვითონ პასუხისმგებლობას მონტაჟის სრულყოფილად შესრულებაზე და მიკვლევად ხდის. ბოლოს მიკვლევად ხდის, თუ სად იქნება ავტომობილზე დამონტაჟებული ეს სისტემა. და ეს ალო. დიახ, გისმენთ ბატონო. დიახ. დეკლარაციის აღდგენა საჭიროა იმის ვიკილების ორგანოში, რომელიც ჩაატარებს შემოწმებას. გასაგებია. თუ შეგიძლიათ გითხრათ ბატონ პატა, ამ დროისთვის რა ეტაპზეა გაზზე მომუშავე ავტომობილთა შემოწმების ეს პირველი ეტაპი, თუ გაქვთ ინფორმაცია ამ დროისთვის რამდენი მანქანა მივიდა ან უნდა შემოწმდეს შემთხვევით თუ გაქვთ ეს მონაცემები? სტატისტიკა დასაზუსტებელია, რომ ცოდნოდა რომ იკითხავდით, ალბათ ეს მოვიკითხავდით. ალბათ ჩემი რაგია ეს წინასწარ არ გითხარით უკაცრავად? არ ვიცი, ხოლმე პირადად ვერ გეტყვით რამდენია რა. ნუ ვიცი რომ რაღაც პროცესი დაიძრა. ეტაპი მიმდინარეობს. შეიძლება კი პროცესი დაიძრა, ხო, შეიძლება იმ ტემპით, იმ ტემპზე არ არის გასული, რომელიც ზოგადად საჭიროა ალბათ, მაგრამ ნუ როგვაჩვენებს. ის ვისი მანქანაც 96 წლამდეა გამოშვებული და გაზის სისტემის უსაფრთხოებაზე შემოწმების გავლას დათქმულ ივლისის თვემდე ვერ მოასწრებს. მან რა უნდა ქნა შემდეგ? всё, დედლაინი დასრულდა და მე აღარ აქვს უფლება? როგორ არ აქვს? უბრალოდ თუ ამას ამ ვადის გასვლის შემდეგ გააჩერა საპატრულო პოლიციამ გადაიხდის 100 ლარს ჯარიმას, ხო, როგორც ის? ერთი მოუწევს ჯარიმის გადახდა, დიახ. და აქ თავარი კიდე ერთხელ ვამბობ, რომ თავარი არის გავაცნობიეროთ ის, რომ აიბოლონი თავჭურვილი ავტომობილი წარმოადგენს გამანტებით ტექნიკურ საფრთხეს, ხარდაჩვეულებრივი საფრთხისა, რაც შეიცავს ავტომობილი, ხო, პირველ რიგში გამოლაბოლსკის თქვა და სამოქუჩე სისტემის თუ მაშუქების გაუმართლობის გამო აიბოლონი დაყენებული აიბოლონი წარმოადგენს გამანტებით ტექნიკურ საფრთხეს რა, ანუ ყველამ განაცხადი და ეს არის ფაქტიურად ეს არის პეთქება საშიში, ხო, მოწყობილობა რომელსაც შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს სიცოცხლის ჩამწელობას, ქონებას, ბუნებას, გარემოს და ასე. ყოველ შემთხვევაში ქარხნიდან გამოშვებულ მოწყობილობას ჩვენ რაღაც მოწყობილობას კიდევ ვუნერგავთ შიგნით და ასე ვთქვათ ქირურგიული ოპერაციის მსგავსია და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად მაქსიმალურად კარგად გაკეთებული. ერთია რომ გადაკეთება ხდება ზოგადად კონსტრუქციაში ჩარევა ხდება, ხო? ერთ-ერთი მხარეა და მეორე მხარეა ავტომობილის ბორცე თავსდება მაღალი წნევის ქვეშ ყოფილი მოწყობილობა, რომელიც ფაქტიურად კიდევ ვიძახით, აფეთქებად საშიშია, რა თქმა უნდა ეს საქმეც ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს
ან მოხდეს რაღაც ავარია, ან მოხდეს აფეთქება. გასაგებია, ნუ ძირითადი ამის პრევენცია არის ამ ყველაფრის ალბათ ასე ვთქვათ პირველადი მიზანი, ხო? რომ შემდეგ იყოს დაცული. რა თქმა უნდა და ძალიან საყურადღებოა, საერთოდ ძალიან საყურადღებოა აი ბოლომდე აღჭურვილი ავტომობილების ექსპლუატაცია. დაუშვებელია რაღაც მექანიკური დაზიანებების მიყენება ამ აი ბოლომდე სისტემაზე, ძალიან მეტი კოროზია, ასევე დაუშვებელია უკვე გადაგასული აი ბოლომდების გამოყენება. სასიცოცხლო ციკლი აქვს. დიახ, გეთანხმებით. ბატონ ბატა, ფასს რაც შეეხება, ფასი რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ 90 ლარი და მთავრობას მე რამდენად ვიცი ეს უკვე იმ ორგანიზაციებმა დაადგინეს ფასი, ვინც ეწევა ამ მომსახურებას და მთავრობას არ უცდია თქვა რეკომენდაცია გაეცა ამ შუამდგომლობით მიემართა ამ კომპანიებისთვის, რომ უფრო იაფად მომსახურებოდნენ ისინი მოქალაქეებს თუ ეს არის მაქსიმალურად ადეკვატური. ეს ბაზრის მიერ განსაზღვრული ფასია, მოგეხსენებათ, ხო? ისე როგორც სხვა ძალიან ბევრ სფეროში მოცხოვრობს საბაზრო ეკონომიკაში და ბაზარი განსაზღვრავს მომსახურების ფასებს ისეა აქაც. ხო და გარდა მაგისა თქვენ ადეკვატურად თუ არაადეკვატურად კიდევ რო ბაზარი განსაზღვრავს ხო მიწოდების და მოთხოვნის ფართობა განსაზღვრავს ფასი. რამდენად ხდება ეს მომსახურება? შეიძლება ერთ საკითხს რომელიც თქვენ თავში გააჟღერეთ მე კომენტარს უსმენთ თქვენს შესავალ კომენტარს. და მინდა იმას პასუხი გავცე. საერთოდ იგეგმება ინტეგრირება ამ ავტომობილის შემოწმების არბალონიანი სისტემით აღჭურვილი ავტომობილის და ჩვეულებრივი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების კომბინირება. ანუ თუ ავტომობილი აღჭურვილი არბალონიანი სისტემით. ხო? იგეგმება გაკეთდეს ისე რომ 2018 წლის შემდეგ მოხდეს ერთად. შეიძლება იყოს ერთად. ლოგიკური არის. ერთ თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ გავლილი აქვს ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხო? დაუშვათ გავლილი აქვს, ხო? რომელიც 2018 წელს შემოდის. და ამის შემდეგ დააყენა აირბალონიანი სისტემა, ხო? ის ალბათ ხელახლა იქნება ვალდებული. მას ექნება საშუალება ცალკე გაიაროს ამ აირბალონის შემოწმება, ანუ ისე არ იქნება, რომ ყველაფერი თავიდანაა გასავლელი, ხომ გამიგეთ? გასაგებია. ცალკე აირბალონის შემოწმების საშუალება მას დარჩება. გასაგებია. სამწუხაროდ ჩვენი საუბრისთვის გამოყოფილი დრო იწურება არა და კიდევ ბევრი შეგვეძლო გესაუბრა, ალბათ საჭიროა, რომ მოსახლეობამ ამ თემაზე მიიღოს ინფორმაცია, რომ დათქმულ პერიოდში ყველა მოასწროს და მოახერხოს გათვითმობიერებული კონდეს ამ ყველაფრის საუბრობა. ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ ამას გადაცემას მიუძღვნით და ვთვლი, რომ საერთოდ თქვენი როლი მედიის როლი დიდია ამ ინფორმირების მადლობა და ჩვენს პირდაპირ ეთერში გვირდებით რომ ამ თემას კიდევ მიუბრუნდებით ალბათ უკვე მომავალ წელს. აი ბოლო კითხვას დაგისვამთ და თუ შეგიძლიათ რომ მოკლედ მიპასუხოთ. როგორც ვიცი, ორი წერტილია რომელიც ემსახურება ამ მდგომარეობას, ასე ვთქვათ. თუ სამი და რა ადგილებშია განთავსებული რომ მოქალაქეებმა გაითვალისწინონ და სამივეგან 90 ლარია? აკრედიტაციის ფასს ვერ გეტყვით მე კიდე ხას უსმენ რომ თავრობა არ არეგულირებს ფასს და რაც შეეხება განთავსებას ჩვენ აკრედიტაციის ცენტრი თუ დაინტერესებული პირები მოძებნიან ინტერნეტში აკრედიტაციის ცენტრს ჩვენ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე პირველი ვებგვერდზე რომელიც იხსნება ხო ახალ ამბებში გამოტანილი გვაქვს ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ. გასაგებია. დიდი მადლობა და მოკლედ შევთანხმდით რომ სავარაუდოდ მომავალ წელს ამ თემას ჩვენ ალბათ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით და გავისაუბრებთ. კი, ჩვენ დავთვალთ. დიდი მადლობა ბატონ ბატა. მადლობა. ურმესი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი პაატა გოგოლაძე გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში, სავალდებულო სარეკლამო ჭრილზე გავალ და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში ამ თემაზე სასაუბროთ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99 უსმენთ ერთმანეთს. პირდაპირ ეთერში გადაცემა უსმენთ ერთმანეთს, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენ საუბრობთ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებაზე და შესაბამისად გვაქვს ინტერაქტივის შემდეგი ტიპის კითხვა, რა ინფორმაციას ფლობთ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმების საჭიროებაზე და მისაღებია თუ არა შემოწმების ღირებულება 90 ლარი თქვენთვის რადიო მსმენელებო ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 11 88 292 11 99
ეს რაც შეეხება მთავარ თემას და გარდა ამისა გეტყვით რომ გადაცემის მეორე ნაწილში გადაცემაში ვუსმენთ ერთმანეთს მისი ფორმატიდან გამომდინარე თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა რომ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და ისაუბროთ იმ სოციალური ტიპის პრობლემებზე რომლებიც გაწუხებთ ჩვენ კი ვეცდებით დავაკავშიროთ იმ ორგანიზაციებს ვისაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება და ამისთვის თქვენ მხოლოდ გჭირდებათ რომ აკრიბოთ ტელეფონის შემდეგი ნომერი 292-11-92-11-99 ანაც გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 9177 აგზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. რაც შეეხება თემას ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება, მე შეგახსენებთ რომ წელს მიღებული გადაწყვეტილებით 2017 წლიდან უკვე დაიწყება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება. ეს პროცესი 6 ეტაპად იყოფა და სხვადასხვა ასაკის ავტომობილების შემოწმების ვადები არის გაწერილი, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპად 20 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოწმება უნდა მოხდეს 2017 წლის ივლისამდე. და ეს პროცესი მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით, სულ არის 3 ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და შეამოწმოთ თქვენი ავტომობილის გაზის სისტემაზე მუშაობის უსაფრთხოება. რამდენად ჩვენთვის ცნობილია ეს მომსახურება ღირს 90 ლარი და როგორც გავარკვიეთ 3 წერტილია, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და შეამოწმოთ ავტომობილი. სანამ თქვენ დაგვირეკავთ ნომრებზე 292-11-28 კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორს ბატონ ირაკლი იზორიას გავესაუბრებით, რომელიც სატელეფონო ხაზზეა. საღამოშვიდობისა ბატონ ირაკლი. მოგესალმებით კონსულტანტს. გამარჯობათ. დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და გვერდებით პირდაპირ ეთერში. ბატონ ირაკლი, თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, საქმის კურსია ამ თემასთან მიმართებაში, ჩართულია მრავალი მიმართულებით და საინტერესოა თქვენი პოზიცია, თქვენ როგორც ორგანიზაცია, რომელიც ასე ვთქვათ სპეციალიზებული ხართ საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რამდენად დადებითად აფასებთ ამ გადაწყვეტილებას თავრობისას და რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამ ფორმით გაზზე მომუშავე ავტომობილების უსაფრთხოების შემოწმება. როგორც წესი ვიცით, ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ ზოგადად საქართველოში არ ტარდება ეგ დათვალიერება. შესაბამისად, კარგია ეს ინიციატივა, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება იქნება შესაბამისი სერტიფიკატის ანუ ფირნიშის გაცემა, რაც დაადასტურებს, რომ ეს ავტომობილები წარმოადგენენ უსაფრთხო ავტომობილებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაახლოებით 40 ცენტმა თუ 3 ცენტმა გაიარა აკრედიტაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რა რაოდენობაზე გაზის ავტომობილები არის გადაყვანილი. დაახლოებით ჩვენ მანამდეც ჰქონდა კანონმდებლობა და ჩვეულებრივად საპატრულო პოლიციას მაგალითად შეიძლება გაეჩერებინა ნებისმიერი გაზზე მომუშავე ავტომობილი და დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შეიძლება რომ დაეჯარიმებინა. თუმცა ამ კანონის აღსრულება არასდროს არ ხდებოდა. ეს შესაძლებელია გარკვეული მიზეზებით დაკავშირებული ყოფილიყო იმასთან, რომ უბრალოდ არ არსებობდა აკრედიტებული ცენტრი, სადაც ეს მძღოლები აიღებდნენ ასე რომ ვთქვათ სერტიფიკატს. არის ბევრ ქვეყანაში გამოცდილება ამის, რომ უშუალოდ ის კომპანია, რომელიც გაზის აპარატურას ამონტაჟებს ავტომობილებში, თვითონვე დამონტაჟებამდე თვითონ ამოწმებს და თვითონ გასცემს ხოლმე შესაბამისობის დოკუმენტაციას. ანუ სხვადასხვა მიდგომები არსებობს, თუმცა მაინც ძნელია ვისაუბროთ იმაზე, იმ ამბავში, როცა ეგ დათვალიერება არ არსებობს ქვეყანაში და ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნება მალე საბჭო გამოცხადებულია ეს ტენდერი ეგ დათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით. შეიძლება ამასაც მიებას და ანუ ერთობლიობაში უკეთესი ყოფილიყო, თუმცა რა თქმა უნდა ამ ინიციატივას მივესალმებით და ბოლოდროინდელი მოვლენებით ვიცით, რამდენიმე ავტომობილის აფეთქება ეს დაახლოებით იწვევს ამას ის რუსული წარმოების ძველი აირბალონები, რომლებიც ნევას ვერ უძლებენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ 3 კომპანიის მუშაობა თუ იქნება ხანგრძლივი და ბრძოლები მიმართავენ და ისინი დაინტერესებულები არიან იქნებიან თავიანთი ავტომობილების უსაფრთხოებით, რა თქმა უნდა, გაიზრდება ზოგადად უსაფრთხოება ამ აირბალონთან მიმართებაში, რაც ბოლო დროს ესე კატასტროფულად გვევლინება ხოლმე. ჩვენი ინფორმაციით, ასე ვთქვათ, შემოწმება ავტომობილისა უსაფრთხოებაზე გაზზე მუშაობისა ჯდება 90 ლარი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? 3-ვე ადგილას ერთი და იგივე ფასია თუ არის ფასის კონკურენცია? ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს ინფორმაცია, ვინაიდან ვიცოდით, რომ 2 კომპანიამ გაიარა ეს აკრედიტაცია, ნუ ეხლა წეღანაც მოვისმენთ, რომ მე 3 კომპანიაც ყოფილა ფასებთან დაკავშირებით.
მართალი გითხრათ ზუსტად ფასები არ ვიცით და ზუსტად ეს არის პრობლემა რომ როცა ესეთი ინიციატივების შემოღება ხდება საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება უნდა მოხდეს ახსნა ეს იქნება სატელევიზიო თუ რადიო ток-შოუები და ასე შემდეგ რომ მაქსიმალურად აუხსნათ მოსახლეობას ანუ რა ჯდება რისთვის არის ეს საჭირო რატომ მისდება უსაფრთხოების ნორმები ძალიან ბევრს არ აქვს ინფორმაცია და არც იციან საჭიროა თუ არა აკრედიტაციის ამ ცენტრში მისვლა შესაბამისი დოკუმენტის აღება და ინფორმაციის ნაკლოვანება და ნაკლობა ზუსტად მივყავართ იმ შედეგებამდე რომ შემდეგ აი ეს თითქოს ბომბა დამონტაჟებული ავტომობილების დადიან თითქოს ნახევარზე მეტი ავტომობილებისა და ამიტომ კარგია თუ საინფორმაციო ესე იგი ნორმალური საინფორმაციო წყარო და ნორმალური მიწოდება იქნება მოსახლეობისთვის და ამას მივესალმებით და რა თქმა უნდა მარტო არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ვერანაირად ვერ იქნება თუ თვითონ ეს ცენტრების არ ჩაერთვებიან და თვითონ ცენტრების ასე რომ ვთქვათ თავოსნობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. გასაგებია და რადგან როგორც დღეს გავარკვიეთ ბატონი პატასგან უკვე მესამე ცენტრის არსებობს და სამია იმედია კონკურენცია ჩაერთვება და ფასიც დაიკლებს ისე რომ მოქალაქეებისთვის ეს იქნება დადებითი ფაქტორი. კონკურენციისთვის კარგია რაც უფრო მეტი კომპანია შემოვა მით უფრო ნაკლები ფასი იქნება და შესაბამისად ხარისხის გაიზრდება. გასაგებია დიდი მადლობა ბატონი ირაკლი. Პერეკით მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, უღრმეს მადლობა. ირაკლი იზორია ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების დირექტორი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობთ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებაზე 2921188 ანუ 2921188 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სადაც შეგიძლიათ დაარეკოთ და ამ თემაზე გამოთქვათ თქვენი მოსაზრება. რადიო მსმენელებს გააქვთ ამის საშუალება, რომ გამოხატოთ თქვენი პოზიცია ერთ-ერთი უკვე ხაზზე საღამოშიდობისა თუ ჯერჯერობით მსმენელ სანამ გავიყვანთ ეთერში, მე კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. ჩვენ ბატონ ვასილ ურუშაძეს გავესაუბრებით, ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელ დირექტორს. საღამოშიდობისა ბატონ ვასილ. საღამოშიდობისა, მოგესალმებით. უღრმეს მადლობა რომ მოახერხეთ და გვერთვებით პირდაპირ ეთერში. თქვენი შეფასება როგორია ზოგადად თავრობის ამ ინიციატივისადმი, ამ სქემით ეთანხმებით და მოგწონთ თუ არა ეს მიდგომა? დიახ, თუ ჩვენ საუბრობთ ალტერნატიულ საწოლზე, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს ზოგადად საფრთხეს მოძრაობის დროს, არ აქვს მნიშვნელობა ის როგორ საწოლზე მუშაობს, ეს არის თხევადი აირი, თხევადი ნივთიერება, ბენზინი, დიზელი თუ ბუნებრივი აირი, მაგრამ განსაკუთრებით უფრო საფრთხის შემცველი არის ბუნებრივ აირზე მომუშავე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეთქებადი ნივთიერება იმყოფება შეკუმშულ მდგომარეობაში, აერბალონში და ასე ვთქვათ ავტოსადგურის შემთხვევის დროს და სხვა ტექნიკური გამომართავის დროს დიდია რისკი წყობრიდან გამოსვლის, აფეთქების და ასე შემდეგ. ჩვენ არაერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავდით მთავრობას, რომ აუცილებელი იყო რაღაც მსგავსი რეგულაციები გატარებული იყო, რომ უსაფრთხოების სტანდარტი ამაღლებული იყო და მგზავრები, როგორც მძღოლები, ასევე თითოეული მოქალაქე ყოფილიყო დაცული. მთავრობამ დაიწყო ამაზე მუშაობა, რომელიც რეგულაციას ასე ვთქვათ პერიოდული ტექნიკური დათვალიერება ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების დაანონსა 2015 წელს, თუმცა მას შემდეგ გავიდა ერთი წელი, რამოდენიმეჯერ გადავადდა ეს ინიციატივა და ბოლო ვადა იყო 2017 წლის 1 იანვარი, რომ უკვე უნდა ამოქმედებულიყო საჯარიმო სანქციები. მაგრამ სულათი მივიღეთ საერთოდ სხვა, რეალურად მთავრობამ ვერ შეძლო კომუნიკაცია ვერც საზოგადოებასთან, ვერ შეძლო კომუნიკაცია ვერც ავტომობილებთან და აი ამ პერიოდში მხოლოდ 150 ავტომობილი იყო ისეთი, ვინ გაიარა ტექნიკური დათვალიერება. და მთავრობა რეალურად იძულებული გახდა კიდევ გადაევადებინა ეს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების. ანუ პრობლემა რეალურად გვაქვს მთავრობის ეფექტიანობაში, მათ მიდგომებში რეფორმებისადმი, მაშინ როცა რეალურად პრობლემა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, ინფორმირებულობა ამ შემთხვევაში ავტომობილების და მძღოლების და მეორე არის თვითონ მეთოდი გატარების რეფორმის, ანუ როცა რეფორმას ატარებს არა პოლიტიკის გამსაზღვრელი, ამ ტრანსპორტის არა პოლიტიკის გამსაზღვრელი უწყება, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროში არსებული აკრედიტაციის ცენტრი. აკრედიტაციის ცენტრი არის ამხსოვრებელი, რომელმაც უნდა აღასრულოს პოლიტიკა, აღასრულოს კანონი, რომელიც უნდა შეიმუშაოს ტრანსპორტის პოლიტიკაზე მომუშავე უწყება. ანუ პრობლემა დაისვა, პრობლემა არის გადასაჭრელი, ამას შეიძლება ესა და ეს რეგულაციები და შემდეგ აკრედიტაციის ცენტრი უბრალოდ ტექნიკური ნაწილი
ამ ყველაფრის აღსრულების და ჩვენ მივიღეთ შესაძლებლობა თავად აკრედიტაციის ცენტრი იყო იდეის ინიციატორიც, იყო პოლიტიკის დამტარებელი და ამავდროულად აღსრულებელიც. რა თქმა უნდა, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ესე ვთქვათ პოლიტიკური წონა არ იყო ის, რა პოლიტიკური წონაც აქვს პოლიტიკურ უწყებებს, მინისტრის მოადგილეებს და ასე შემდეგ და რეალურად ვერ შეძლო აი ამ რეფორმის გატარება და ეს რეფორმა ეს ვთქვათ გამოდგა ცდელობა რეფორმის გატარების გამოდგა წარუმატებელი. შემდგომში რამდენიც ჩვენ არ უნდა ვცხადოთ ამ მეთოდით მსგავსი რეფორმების გატარება, ესე იგი ბუნებრივი აირზე მომუშავე ავტომობილების თუ ზოგადად ტექნიკური დათვალიერების რეფორმა ვერ გავატარებთ და ყველა ეს ცდელობა იქნება წარუმატებელი თუ პოლიტიკის დონეზე არ მოხდა უფრო მაღალ ხარისხში აყვანა მოძრაობის უსაფრთხოების და თავად პოლიტიკის დონეზე არ დაიწყეს ამაზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ როცა ქვეყანაში რეალურად არ გვყავს დღეს ტრანსპორტის პოლიტიკის განსაზღვრელი უწყება. ეს ფუნქცია აქვს ეკონომიკის სამინისტროში ერთ-ერთ დეპარტამენტს, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის შესაბამისი ეს ვთქვათ პოლიტიკის დონის ვატარებელი, როგორც ეს უნდა იყოს. ანუ პრობლემა მდგომარეობს ამაში და ამ შემთხვევაში ზარალდება როგორც მოქალაქეები, მათი უსაფრთხოება დაცული არ არის და ზარალდება თავად ბიზნეს სექტორიც, იმიტომ რომ არაერთი ცდელობით რომ აი ჩვენ დავიწყებთ ამ წელს, გამორიცხო ყველა წარუმატებელია, ეს ცდელობები შესაბამისად ბიზნეს სექტორის, რომელსაც ამ სფეროში უნდა ჩადოს ინვესტიცია, შექმნა შესაბამისი ტექნიკური ცენტრები, სპეციალური ლაბორატორიებით აღჭურვილი, რომელიც დაკავშირებულია საკმაოდ დიდ თანხებთან, ისინი ვეღარ რისკავენ დღეს, რომ ეს ინვესტიცია ჩადონ და აბანდონებული იმ ესე ვთქვათ მოლოდინით, რომ მთავრობა ნამდვილად შეძლებს ამ რეფორმის გატარებას. შესაბამისად ეს მიდგომა სახელმწიფოებრივი უნდა შეიცვალოს და სახელმწიფო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს და მაღალ ხარისხში ავიდეთ ტრანსპორტის პოლიტიკის გამტარებელი უწყება. რომ რეალურად ჩვენ მომავალში დაანონსებული ტექნიკური დათვალიერების რეფორმაც, რომელიც აუცილებლად გასაკარებელია, გატარდეს წარმატებით და არ მივიღოთ ისევ იგივე შედეგი, რაც ამ შემთხვევაში ბუნებრივი აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის შემთხვევაში მივიღეთ. დიახ. ბატონ ვასილ, უღრმეს მადლობას მოგახსენებ და სამწუხაროდ ჩვენი გადაცემისთვის გამოყოფილი დროის ამოწურვის გამო იძულებული ვარ დაგემშვიდობოთ და დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია. უღრმესი მადლობა. რადიო მსმენელის გაყვანას მე მგონი ვეღარც ვასწრებთ უკვე, აღარც არის უკვე კონტაქტზე. დიდ ბოდის გიხდით, სამწუხაროდ იწურება ჩვენი გადაცემისთვის გამოყოფილი დრო და გადაცემის ბოლოს ნაწილში შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა VHL.gi ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას და ასე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად ჭირდება. ამ კვირაში ჩვენ 7 წლის გაბრიელ გორგაძეს ვეხმარებით, მას ცერებრალური დაბლა, სპასტიური ტეტრაპარეზია აქვს, რეაბილიტაცია სჭირდება, რომელიც 20,000 ლარი ღირს და მის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკო ტელეფონის შემდეგ ნომრებზე 0917108082 ზარისღირებულება 1 ლარია, ასევე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს VHL.gi. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ამ კვირაში ჩვენ 7 წლის გაბრიელ გორგაძეს ვეხმარებით, მას ცერებრალური დაბლა აქვს. დროებით ხვალ 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში მოусმენთ გადაცემას მოусმენთ ერთმანეთს. დიდი მადლობა რომ მოусმენთ ერთმანეთს დროებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.